პირველად გეტყვით, რომ რაც თავი მახსოვს, არჩევნებს ვაკვირდები. ვაკვირდებოდი არჩევნებს საქართველოში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე რო ვიყავი, ყველა არჩევნებს 2002 წლიდან, ალბათ 2002-3 საიეს თავმჯდომარე რო ვიყავი, მაშინ მთლიანად საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობდი, რაც რთული იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით, სერიოზული ამბავია. ამის შემდეგ, როდესაც უცხოეთში ვცხოვრობდი, მაშინაც ვაკვირდებოდი არჩევნებს, მიმაჩნდა ეს ჩემ ვალდებულებად, ან ვიღებდი, რა თქმა უნდა, ხმას ვაძლევდი ამავე დროს. წელს ვართ საკმაოდ რთულ ვითარებაში, რომ ამ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი. ის, რაც ნორმალურ ვითარებაში მიგვაჩნია ჩვენს სამოქალაქო ვალდებულებად, რაზეც ვამბობდით, რომ გამოდით არჩევნებზე, წელს სხვანაირად დგას საკითხი. არჩევნებზე, 4 ოქტომბრის არჩევნებზე არ უნდა მივიდეთ. მე მიმძიმს ამის თქმა, თუმცა ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. და გეტყვით რატომ? არჩევნებზე მისვლა, თუნდაც იქ ჩვენ გადავწყვიტოთ, რომ ვიღაცა გადავხაზოთ, ბიულეტენი დავხიოთ, გავაქროთ, ყველაფერი ეხმარება ყალბის სტატისტიკის შექმნას. ყალბის სტატისტიკის შექმნას კალანდარიშვილის ხელში და იმისთვის, რომ ქართულმა ოცნებამ თქვას, რომ არჩევნები ნორმალურად მშვიდად წყნარად ჩატარდა. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის წელს არჩევნებზე არ მივიდეთ. მე მისვლას არ ვაპირებ. არ ვაპირებ ვიყო მხოლოდ სტატისტიკური ერთეული იმისთვის, რომ კალაძემ და სხვებმა იგრიმიტონ საქართველოს ტერიტორიაზე და იმისთვის, რომ ჩვენი ვითარება, ჩვენი თანამოქალაქეების ვითარება გაუარესდეს.